მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, ახლა დავალაგებ მე პოზიციებს. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე, აქ ორი არკანი გამომყვა. დავტოვებ ამ კარტს. შეგიძლიათ აირჩიოთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, ვიდეო გააჩერეთ და მსადრომ იქნებით უყურეთ ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა შეგიძლიათ უყუროთ, რადგან რეზონირებას მაშინ იწყებს ვიდეო, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს მნიშვნელობა, როდის განმათავისე საიტზე. პირადი კონსულტაციისთვის ან ტაროს შემსწავლელი კურსებისთვის მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. პირველი პოზიცია განვიხილოთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. აქ დაბნეულები ხართ. და ამ დაბნეულობის მიზეზი თავად ეს ადამიანია, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. ეს პიროვნება შეიძლება გამოირჩეოდეს ორმაგი სტანდარტით და ორმაგი ბუნებით. ჰქონდეს საკმაოდ ცვალებადი ხასიათი და ცვალებადი მიდგომები ურთიერთობაში, ჰქონდეს ეგრეთ წოდებული ცივი პერიოდი და ცხელი პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად ყურადღებიანია და შემდგომ მეორე დღეს უცხო პიროვნებასავით იქცევა, შეიძლება ახლა ხართ ამ ფაზაში. ან ზოგადად მისი ხასიათი თუ რეზონირდება, ეს თქვენი პოზიცია არის. უახლოეს პერიოდში გექნებათ საქანელა მდგომარეობა, სადაც ხან თავს კარგად იგრძნობთ, ხან თავს არც ისე კარგად იგრძნობთ, გექნებათ ამ პიროვნების მხრიდან პასუხგაუცემელი ან ორაზროვანი პასუხები რაღაც დეტალებზე, რაც შემდგომ გაინტერესებს, შეიძლება გქონდეთ ისეთი სიტუაცია კიდევ. უახლოეს პერიოდში შეიქმნას კიდევ ესეთი სიტუაცია, როდესაც გექნებათ ასეთი შეკითხვა, რომ ვართ თუ არა ურთიერთობაში და ამ პიროვნებამ რაღაც თავი აარიდოს რაღაც კონკრეტულ პასუხს, მაგრამ არც გაგიშვათ ურთიერთობიდან. თუ რაღაც კონკრეტულის კითხვა გინდათ, უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილი გაქვთ, რომ რაღაც დეტალები გაარკვიოთ, რაღაც თქვენი ურთიერთობა დაალაგოთ, ამ ადამიანთან მიხვალთ, მოგისმენთ, არც უარს გეტყვით, არც თანხმობას გეტყვით და უახლოეს პერიოდში რაღაც დაუმთავრებელი წინადადებები და დაუმთავრებელი ენერგეტიკა შემოვა თქვენს ურთიერთობაში. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ისეც ხდება, რომ დააბალანსოს თქვენთან ურთიერთობა იმ დონეზე, რომ საერთოდ მისგან არ წახვიდეთ. აქ არის სიტუაცია, როდესაც ამ პიროვნებას თქვენთან ყოფნა უნდა, თან ბოლომდე ვერ დებს რესურსს და თქვენ გიგროვდებათ მოთმინებასა და არამოთმინებას შორის დგახართ. უბრალოდ და გიგროვდება ძალიან ბევრი ემოცია, გიგროვდებათ შფოთვა. ითხოვთ კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა არ ჩანს. შეიძლება თქვენ უახლოეს პერიოდში ამ მდგომარეობამ გაგაბრაზოთ. მით უმეტეს თუ რაიმე გაქვთ დაგეგმილი და შეხვედრა ვერ მოახერხა თავის დროზე ამ ადამიანმა. თქვენგან მოდის საკმაოდ ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება, შეიძლება მასთან მოგივიდეთ თქვენივე ინიციატივით კამათი. და ეს კამათი მან დატოვოს უპასუხოთ. ამისთვის იყავით მზად, თუ მასთან გადაწყვეტ კამათს, ეს ადამიანი ამ კამათს გააბათილებს და დაგტოვებთ უპასუხოთ და შეიძლება რამდენიმე დღეში მოგწეროთ და მოგიკითხოთ ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. უახლოესი პერიოდი იქნება საკმაოდ გაურკვეველი, საკმაოდ ისეთი არასტაბილური ემოციებით დატვირთული და რჩევას ვიკითხავ, აქ რა იქნება თქვენთვის ყველაზე კარგი. შინაგანი კონფლიქტები. აქ ტარომ გირჩიათ, რომ საკუთარ თავთან ბევრი კომუნიკაცია გქონდეთ და გადააფასოთ და დაფიქრდეთ ასეთ ურთიერთობაში რატომ ჩერდებით, ან რასელით ამ ურთიერთობისგან და ისევ საკუთარ თავს მოусმინოთ და საკუთარ თავში არის ის პასუხები, რასაც შეიძლება სხვა პიროვნებებთან ეძებთ. ასეთი რჩევა მოგცეთ ტარომ.
ნუ აქ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ამ ადამიანის გარეშე ცუდად ხართ, ამ ადამიანთანაც საკმაოდ დაძაბულია ყველაფერი. თითქოს ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებს, რომ თქვენ ნერვებზე მოგშალოთ. ცუდს არაფერს არ აკეთებს ერთი შეხედვით, არის წყნარად, მაგრამ თავისი ბუნდოვნებით, თავისი მისტიურობით, თავისი გაუგებრობებით ძალიან გადაიწვით ემოციებით და აღარც იცით რას უნდა დაელოდოთ, არც იცით საით უნდა წახვიდეთ და ჯერჯერობით თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში ამ პიროვნების გამო შემოდის ესეთი ურთიერთობა, ესეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან გელით ორაზროვანი დამოკიდებულება, ხომ? მაგრამ კარტმა გირჩიათ ასეთი რამ, რომ ის პასუხები, რასაც ხვებთან ეძებთ, არის თქვენში. საკუთარ ქვეცნობიერში, საკუთარ გამოცდილებებში და ინტუიციაში ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენთ. შეიძლება აქ ბევრი კონკურენტებიც გყავთ ამ ადამიანთან. ესეც მოდის ეს ინფორმაციაც, რომ უახლოეს პერიოდში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან შენიშნოთ პიროვნებასთან დაკავშირებით გაიგოთ რაღაც ისეთი ინფორმაციები, სადაც დარწმუნდებით, რომ გყავთ ბევრი კონკურენტები. მიხვდებით, რომ ამ ადამიანით ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული თქვენს მიღმა. ესეც შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანზე რეზონირდეს. ნუ, ჩემო პირველებო, ცოტა არა, საკმაოდ ისეთი ნუ, ვიტყოდი, რომ რთული პასუხი მოგცა დღეს კარტმა თქვენს პოზიციაზე, მაგრამ შეიძლება ზუსტად ახლა გადიოდეთ ცხოვრებისაო ყველაზე რთულ გზას, მაგრამ ეს გზა ემსახურებოდეს თქვენს პიროვნულ განვითარებას. კარმულ გაკვეთილს ან ტრანსფორმაციას და ასეთი ვითარება შემოდის ამ ადამიანთან. დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. რა ხდება დღევანდელ გაშლებში? კოშკი ამოვიდა თქვენს პოზიციაზე. კოშკის მაღალი არკანი, მოულოდნელობის ეფექტები შემოვა. მოულოდნელი ამბები, მოულოდნელი ნიუსები. თუ რაიმე დაგეგმეთ ამ პიროვნებასთან უახლოეს პერიოდში რაღაც გარემოებიდან გამომდინარე შეიძლება თქვენი გეგმები ან ჩაიშალოს, ან გადაიდოს, ან შეიცვალოს. რაღაც მოულოდნელი გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. შეიძლება თქვენი პაემანი არ შედგეს ახლო პერიოდში და რაღაც ვადები გაიზარდოს. შეიძლება მასთან უეცარი კამათი ან ჩხუბი მოგიხდეთ. აი ეს მშვიდად მიდიოდეთ და უეცრად არ შეხვდეთ ერთმანეთს კარგ ხასიათზე და აი უბრალო ერთმა სიტყვამაც ძალიან გაგაღიზიანოთ და გაბრაზდეთ ისე, რომ ჩხუბში გადავიდეს. ამიტომ მე ვფიქრობ აქ ახლო პერიოდში თუ ცუდ გუნებაზე იქნებით, საერთოდ ტელეფონი დამალეთ, არაფერი მიწეროთ. ან თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორი არის უგუნებოდ, თქვენც არ ახვეთ მას, რადგან რაღაც დამანგრეველი ეს დიალოგი შეიძლება შემოვიდეს და ძალიან მწვავე კონფლიქტში ჩაებათ. და აქედან გამომდინარე მივიღოთ ეს გაშლა გაფრთხილებად. რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდება, თუ ახლაც იჩხუბეთ და არ იცით რა მოხდება უახლოეს პერიოდში. აქ ისევ ჩვეულებრივ სტანდარტულ აქამდე როგორც იყავით ისეთ პერიოდს უბრუნდებით, რიგდებით, აბალანსებთ სიტუაციას, იკურნებით რაღაც ჩხუბის შემდგომ თქმული სიტყვებისგან, აპატიებთ ერთმანეთს, მოეფერებით, ჩაეხუტებით, შეხვდებით, ემოციებს აჩუქებთ.
ძალიან დიდი ჩხუბის შემდეგ შეიძლება ჩავთვალოთ თქვენს პოზიციაზე, რომ უეცარი შერიგება და ძალიან ისეთი ინტიმური შეხვედრა შეიძლება შედგეს თქვენ შორის. საბედნიეროდ ძალიან დიდი გრევისა და კამათის შემდეგ მოდის საოცრად დიდი სიმშვიდე. ხალხო არის ხოლმე რაღაც სიმშვიდე არის და თითქოს არაფერი ხდება. ეს სიმშვიდე ესეთი რუტინული არ იქნება, უფრო ის სულიერი სიმშვიდე შემოვა. და ასევე ჩანს, რომ აი ეს თქვენი შეჯახება, უთანხმოება გამოიწვევს ძალიან დიდ ასე ვთქვათ, ვნებებს ერთმანეთთან და ჩხუბის შემდეგ იქნება ძალიან ვნებიანი ურთიერთობა. რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან? აქ სამყაროს მაღალი არკანიც გვიდასტურებს, რომ თითქოს შეიძლება ეს კამათი ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში აუცილებელიც იყოს, რომ რაღაც მომენტში ერთმანეთთან ყოფნის ფასი გადააფასოთ და შემდგომ ცალ-ცალკე დარჩეთ და მოგენატროთ ერთმანეთი და უფრო მეტი დაფასება და ერთმანეთის საჭიროება დაინახოთ. თუ ახლაც იჩხუბეთ, მოდის ძალიან კარგი პერიოდი შერიგების და საკმაოდ ისეთი ნებათა ხელობით სავსე მიმოწერები ინტერნეტის ვრცელში და შეიძლება მაგ მოვიაზროთ, რომ უახლოეს პერიოდში შეხვედრაც დაანონსოთ. თუ რაღაცები უკვე დაგეგმეთ, ამ პიროვნებასთან შეიძლება შანსები გაჩნდეს იმის, რომ გეგმები გადასხვაფერდეს, მაგრამ შეიძლება თავიდან ძალიან განერვიულდეთ ამის გამო, რომ ეს გეგმები შეიცვალა, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ სამყარომ უკეთესად დაალაგა ყველაფერი და მერე ორივე იფიქროთ, რომ კიდევ კარგი ესე მოხდა და ახლა უფრო კარგ გარემოში ვართ, ან ახლა უფრო კარგად ანუ უკეთესობისკენ შეიცვალა, ანუ თქვენი გეგმები თუ ჩაიშლება, აღმოჩნდება, რომ ეს გეგმები უკეთესობისკენ წავიდა და სამყარომ უკეთ დაალაგა რაღაც სიტუაციები, რაზეც შეიძლება თქვენ თავიდან მწვავე რეაქცია გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც სკანდალურის და რაღაც დამანგრეველი შემდეგ მოდის თქვენ შორის უდიდესი სითბო და ძალიან კარგი პერიოდი, ამიტომ მეორე პოზიცია ვინც აირჩიეთ, საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუმცა საკმაოდ დიდ ემოციებსა და ემოციურ ოკეანებს გადაცურავთ. უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. დაგემშვიდობებით. გადავინაცვლოთ ჩვენ ასევე მესამე პოზიცია განვიხილოთ. მოგესალმებით მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია, დღეს თქვენს პოზიციაზე ორი არკანი ამომყვა და ასევე დავტოვე, ასე იყო საჭირო, ვიგრძენი და ვნახოთ რა სკოტყვის დღეს ტარო. განვიხილოთ რა გელით უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ჩაფიქრებულ მამაკაცთან რა გელით. იცით რა არის აქ თითქოს ორივე ერთნაირ ხასიათზე დადგებით. უახლოეს პერიოდში გექნებათ ერთნაირი განწყობა, ერთნაირი მოთხოვნილებები, ერთნაირი ტემპი. ის იქნება აქტიურ ხასიათზე, თქვენც აქტიურ ხასიათზე იქნებით, შეიძლება ერთად სამოგზაუროთ, წახვიდეთ, ან სადღაც გაერთოთ, მთელი ღამე ერთად ისეირნოთ, გადაიღალოთ, ან მთელი ღამე ერთმანეთს მიწეროთ, აქტიური ფაზა გქონდეთ, აი ბოლომდე დაიხარჯოთ, დაიღალოთ, ძალიან მაგარით რომ გაატაროთ და მეორე დღეს აი ისეთ განწყობაზე გაიგუძოთ ორივემ, რომ საერთოდ SMS-ის გაგზავნის ხასიათიც არ იყოთ. უბრალოდ სახში დარჩეთ, ან უბრალოდ ფილმს უყუროთ და აი რაღაც მოდის ისეთი ენერგია აქ, რომ ორივე იქნებით ერთნაირ განწყობაზე, ხელს არ შეუშლით ერთმანეთს. დღეს აქტიურ ფაზაში ვართ, კი აქტიურ ფაზაში ვართ, წამოდი გავიდეთ, თქვენც ესეთ ხასიათზე იქნებით. დღეს სახში მინდა ყოფნა, თქვენც ესეთ ხასიათზე იქნებით, ისიც ესეთ ხასიათზე იქნება. აქ მოდის აი რაღაც აქტიური ფაზა, პასიური ფაზა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამ ფაზებს ცალ-ცალკე გაივლით, არა. დღეს აქტიურ ხასიათზე ვართ, ორივე ესე ვართ და ერთად ვაკეთებთ ამ აქტივობებს, მეორე დღეს პასიურზე ვართ და ორივე ესე ვართ. ორივე ერთად
უყურებთ თქვათ ფილმს და დიდად არ ვართ იმის ხასიათზე, რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ, ან ემოციები ერთმანეთს გაუზიაროთ, ხო? საინტერესო ტანდემი გაქვთ. საინტერესო ენერგიები იქნება, რაღაც უფრო მეტად მიხვდებით, რომ სწორ ადამიანთან ხართ. თქვენ იქნებით ძალიან დიდ კომფორტში, საკმაოდ ბედნიერი პერიოდი არის, საკმაოდ ესეთი სულიერი სიმშვიდე შემოდის. ყურადღების დეფიციტები და ის რაღაც ტოქსიკური ფაზები საერთოდ არ გექნებათ ამ ადამიანთან. აქ მოდის ისეთი ადამიანების წყვილი, ან ურთიერთობა, სადაც უფრო მეგობრობა ჭარბობს, ურთიერთგაგება ჭარბობს და უახლოეს პერიოდში უფრო დარწმუნდებით, რომ რაღაც სწორი მიმართულებით, სწორ ადამიანთან ერთად აგრძელებთ თქვენს პირად ცხოვრებას. საკუთარი თავით იქნებით კმაყოფილი ამ ადამიანის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი შემოუშვით და არსებობს. შეიძლება უფრო მეტად დაფიქრდეთ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მას დროს უთმობთ. რაღაც კმაყოფილების პერიოდი შემოდის. ჩაფიქრებულ პიროვნებასთან გელით ურთიერთგაგება, ჰარმონია, კომფორტი, სიყვარული, მშვიდი პერიოდი, ესე ვიტყოდი. ჩაფიქრებულ მამაკაცს შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში დაბალანსებული, ჰარმონიული, მშვიდი პერიოდი. მიხვდებით, რომ ამ პიროვნებასთან სამომავლო პერსპექტივების დაწყობა ღირს. მიხვდებით, რომ ამ ადამიანთან თქვენი ურთიერთობის გაგრძელება გინდათ, მიხვდებით, რომ მომავალში რომ დაფიქრდებით ეს ადამიანი სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში უკვე გენდომებათ რომ იყოს და შეიძლება ორივე უახლოეს პერიოდში რაღაც სამომავლოდ გაიხედოთ და მიხვდეთ, რომ გაქვთ ესეთი სურვილები ორივეს, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ ურთიერთობა და მომავალში ერთად უნდა იყოთ. შეიძლება ამაზე ისაუბროთ, ან თქვენი მომავალი რომ დაგეგმოთ, პირობითად ვამბობ, რომ თქვენი სურვილი არის, რომ სახლი გქონდეთ ზღვის პირას. და ამაზე რაღაც თქვენთვის ესე გაუზიაროთ და აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანსაც ესეთი ოცნებები აქვს და რაღაცნაირად გადაიკვეთება თქვენი სამომავლო გეგმები და რაღაც მიხვდებით, რომ ორივე ერთნაირად ფიქრობთ. ერთ ტალღაზე ხართ, ხო? ესე ვიტყოდის. უახლოეს პერიოდში მე ვიტყოდი, რომ რაღაც უფრო სერიოზულ განწყობებს შემოიტანს ეს ადამიანი თქვენთან და მიხვდებით, რომ დროს არ კარგავთ ტყუილად და რაღაც მნიშვნელოვანს ერთად აშენებთ და თავს სრულყოფილად და კარგად იგრძნობთ. ჩემო მესამეებო, ძალიან მიხარია თქვენს გამო. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და შემდეგ შეხვედრამდე.